ლარნაკიდან ნიქოზიამდე სულ რაღაც 50 კილომეტრია. გზები ყველგან მოწესრიგებულია და ძალიან სწრაფად ჩავედით. ჩამოვედით დედაქალაქ ნიქოზიაში, იგივე ლევკოსიაში. დედაქალაქი ხდება მხოლოდ მე-10 საუკუნიდან. მანამ ძირითადად განვითარებული იყო სანაპირო ზოლი. მე-10 საუკუნის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქი გადმოეტანა სწორედ აი ამ ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ქალაქმა ძალიან ბევრი მმართველი შეიცვალა, ძალიან ბევრი მმართველობის პერიოდი იყო ბიზანტიელების, არაბების, ჯვაროსნების, შემდეგ ოსმალების, შემდეგ ბრიტანელების და დღეს გვაქვს ჩვენ ორად გაყოფილი ქალაქი და ქალაქი არის გაყოფილი თურქულ და ბერძნულ ნაწილად. ეხლა ჩვენ ვართ სწორედ იმ ქუჩაზე, რომელსაც ქვია ლედრას ქუჩა, რომლის ბოლო არის სწორედ ეს გამყოფი საოკუპაციო ზონა, ეგრეთ წოდებული მწვანე ზოლი, ამაზე ცოტა მოგონით ვისაუბრეთ, რატო ქვია მწვანე ზოლი, საიდანაც უკვე იწყება თურქული ნაწილი. ეს არის ცენტრალური ქუჩა და ეს ქუჩა იყო ძალიან ხშირად ეგრეთ წოდებული დაპირისპირების მილსაც ეძახდნენ, რადგან აქ გადიოდა ეგრეთ წოდებული ფრონტის ხაზი უკვე 60-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო კონფლიქტი ბერძნებსა და თურქებს შორის. ნიქოზიის ძველი სახელი იყო სწორედ ლედრასი. და აქედან გამომდინარე, მის ცენტრალური და ყველაზე მთავარ საფეხმავლო ქუჩასაც ქვია ძველი ქალაქის სახელი. ეს ქუჩა სრულად არის საფეხმავლო, გადაკეთებული, ძალიან ბევრი მაღაზიას და რესტორანს შეხვდებით. და მოკლედ ვინც მოხვდებით ნიქოზიაში, აუცილებლად უნდა მოინახულოთ და გაისწრინოთ ამ ქუჩას. აი საზღვარიც გამოჩნდა. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ეგრეთ წოდებულ მწვანე ზოლთან. გამყოფ ხაზთან, რომელიც ყოფს ქალაქს ორ ნაწილად და ზოგადად ქვეყანას ორ ნაწილად. რატომ ქვია საინტერესო მწვანე ზოლი, რადგან როდესაც მხარეები, ბერძნული და თურქული მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს შუამავლობით, გაეროს ერთ-ერთმა ოფიცერმა მწვანე კალმით გაავლო სავარაუდო საზღვარი, სად უნდა გასული გამყოფი ხაზის საზღვარი და სწორედ ამიტომ ეწოდა მწვანე ზოლი. ტყუილად არ ვსხედვარ ჩვენ მშვიდობასთან, ფისთან, რადგან საინტერესოა რომ 2004 წლიდან უკვე 20 წელზე მეტია, როდესაც ხალხს მიეცა ერთმანეთთან გადასვლის საშუალება. საზღვარი გახსნილია ამ ადგილზე და მოსახლეობამ დაიწყო სიარული და უკვე ახალი თაობა გაიზარდა ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არავის არ შეყვარებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის სიბრაზე, რაც არსებობდა მათ შორის ბოლო 30-40 წლის მანძილზე, ამ ტემპერატურამ დაიკლო და მე მგონი არც თუ ისე შორს არის ის დრო, როდესაც ქვეყანა კვლავ გაერთიანდება და როგორც ბერძნული, ასევე თურქული ნაწილი. ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილი გადავალთ თუ არა საზღვარზე, მე მინდა რომ გადავითეთ. მირად თავს იკავებს და ჯეირანი ხوار გვეთამაშა. ვინ გადავა, ვინ დარჩება? ან ორივე გადავალთ, ან არავინ არ გადავალთ. ჯეირანი. დნდ. So წავედით ჩრდილოეთ ნიქოზიაში. ძალიან მარტივად გავიარეთ. აი თითქოს არ იგრძნობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ბარიერები, საზღვრები, საოკუპაციო ხაზები მხოლოდ აშორებს ხალხს და აი აქ ძალიან კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება დათმეს ხალხებს შორის ურთიერთობა. როგორც კი გადმოვედით, გრევე დაგხვდა სავიზიტო ბარათი. რაჰატ ლუხუმები. ახლა ვართ ჩრდილოეთ ნიქოზიის ალბათ საუკეთესო ადგილზე, ზოგადად მთელი ქალაქის ორივე ნაწილის საუკეთესო ადგილზე. ეს არის მოედანი, რომელსაც ქვია დღეს ათათურქის მოედანი, მაგრამ სინამდვილეში თუ მოვიხედავთ, აქ ჩვენ ხედავთ ვენეციური პერიოდს. უბრალოდ ქონდა ვენეციური პერიოდი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს გამოიხატება არქიტექტურაში, აი ეს ობელისკი, რომელიც ჩემგან მარცხნივ არის, და შენობები, რომელიც არის სწორედ ვენეციური პერიოდის დროს აგებული და ჩვენ ხედავთ რაღაც პატარა ევროპულ ნაწილს ქალაქის ამ მხარეს. ქალაქს ისტორიულად ქონდა სამი გასასვლელი, კირენიის გასასვლელი ჩრდილოეთით, ფამაგუსტას გასასვლელი აღმოსავლეთ მხარეს და პაფოსის გასასვლელი დასავლეთ მხარეს. დღემდე ჩვენ ხედავთ შემორჩენილ კედლებს,
დღემდე არის შემორჩენილი კარიბჭის ეს ნაწილები, რადგან ის კი საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში. და თუ დახედავთ რუკას, ისტორიული ნაწილს აქვს ძალიან საინტერესო ფორმა, ის არის მრგვალი, რაღაც მრავალწახნაგოვანი, ძალიან საინტერესო დაპროექტებული ქალაქია. ნიქოზიიდან ლიმასოლამდე საათნახევრიანი გზა იყო. უკვე დაღამებულს ჩამოსულებმა ვერ აღვიქვით თუ რა სასიამოვნო გარემოში აღმოჩნდით. ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ Georgia Travel Holding-მა ნამდვილად არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაგვიკეთა და სასტუმრო Mediterranean-ში დაგვაბინავა. სასტუმრო პირველ ზოლშია და ყველა ოთახს შესანიშნავი ხედი აქვს. ვისაც უფრო მდიდრული გარემო ურჩევნია, გვერდით სასტუმრო 4 სეზონიც არის. თავისი უნაკლო სტილით, გამორჩეული ინფრასტრუქტურით და უმაღლესი ხარისხით. გუშინ ძალიან გვიან ჩამოვედით ლიმასოლში და სწორედ აქედან იწყება ჩვენი ახალი მოგზაურობა და კვიპროსის მეორე ნაწილის დათვალიერება. ეს არის პირველი ადგილი, რომელსაც ვესტუმრებით. ბილეთების ფასი საკმაოდ მისაღებია, სულ რაღაც 2 ევრო ნახევარი ღირს და ახლა შევალთ დავათვალიერებთ, როგორც ყოველთვის ბატონი ალექსანდრე მოგვამარაგებს ისტორიული მონაცემებით ამ ადგილთან დაკავშირებით. პირველი ადგილი რომელიც საკმაოდ ახლოს არის ლიმასოლთან, ეს არის ამასუსი. ეს ქალაქი და ის პატარა დასახლება, რასაც ახლა ჩვენ ვნახავთ, პირველად დაარსეს მიკენელებმა და პელაზგებმა. ეს არის წინა ბერძნული ცივილიზაცია, ხოლო იმას, რასაც ახლა ვნახავთ, ეს არის უკვე დაახლოებით მე-3 პირველი საუკუნეები ჩვენ წელთაღრიცხვამდე, სადაც ჩანს როგორც ბერძნული, ასევე რომაული კვალი. ყოველთვის ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა ხალხი, ანტიკური ხალხი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ცოდნა და იდეალურად აპროექტებდნენ ყველა დასახლებულ პუნქტს. აი აქ რას ვხედავთ, ზევით არის წყლის რეზერვუარი, აი აქ ვხედავთ ჩვენ დიდ მილს, ქვისგან გაკეთებულს, აი ეს არის საკანალიზაციო, აქეთ აგორა, შეკრების ადგილი, იქით დასახლებები, მოკლედ ძალიან ბევრი თანამედროვე ქალაქის არ აქვს ის ინფრასტრუქტურა, რაც ჯერ კიდევ 2300 წლის წინათ, თუნდაც 2700-600 წლის წინათ ჰქონდათ ბევრი ცივილიზაციის ხალხი, ანტიკური ცივილიზაციის ხალხებს. ამასუსიდან 12 კილომეტრში ეს ულამაზესი ადგილია. მას ფერიდან გამომდინარე თეთრი ქვები ჰქვია. ზაფხულობით ბარ-რესტორნები ღიაა. ახლა კი ძალიან სასიამოვნო და მშვიდი გარემოა. ახლა მოვედით ამ არაჩვეულებრივ ადგილას, რომელსაც კურიონის აკროპოლისი ჰქვია. ლიმასოლიდან სულ რაღაც 13 კილომეტრში არის და აუცილებლად სანახავი ადგილია. არა მარტო იმის გამო, რომ თვითონ ადგილი არის ძალიან საინტერესო და ისტორიულად დატვირთული, არამედ იმიტომაც, რომ აქედან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ქალაქი არის ძალიან საინტერესო ისტორიის. დაარსებულია მიკენელების მიერ დაახლოებით მე-12-მე-13 საუკუნეში წელთაღრიცხვამდე. ეს იყო ძალიან დიდი კულტურის ნაწილი, რომლის ცენტრი იყო კუნძული კრეტა. მას შემდეგ ქალაქი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, რასაც ეხლა კონკრეტულად ვუყურებთ აი ამ ადგილზე. აქ უფრო ჩანს სადღაც მე-4-მე-3 საუკუნის და პირველი საუკუნის უკვე რომაულ პერიოდში შექმნილი არქიტექტურული მართლასაოცრება. აი აქ ხედავთ აქ მოზაიკას. მის ფრაგმენტებს დაახლოებით 4 ადგილზე არის ფრაგმენტი შემორჩენილი, ძალიან კარგია და ძალიან კარგი ხარისხის არის. აქვე ჩვენს უკან არის
აბანოები ეს იყო ქალაქის ცენტრალური ნაწილი. იქით კიდევ დიდი ამფითეატრი არის, რომელსაც აუცილებლად მოვინახულებთ. რამე სპექტაკლსაც შემოგთავაზებთ წავედით. ახლა ვართ ჩემ ყველაზე საყვარელ ადგილას კვიპროსზე, ეს არის პატარა ქალაქი, რომელსაც ქვია ლევკარა. ლევკარა ბერძნულიდან ითარგმნება როგორც თეთრი ქვა, იმიტომ რომ შეგიძლიათ შეხედოთ ისედაც ძირითადი შენობები არის თეთრი ქვისგან აშენებული და ულამაზესად არის ჩამჯდარი ამ ლანდშაფტში. რაც ყველაზე საინტერესო არის ამ ადგილთან დაკავშირებით, არის ის, რომ ეს ქალაქი არის ცნობილი თავისი მაქმანით და ხელნაკეთი ვერცხლის ნივთებით. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 1491 წელს აქ იმოგზაურა ლეონარდო და ვინჩიმ და ერთ-ერთი მაქმანი მან აქ შეიძინა, რომელიც შემდეგ მილანის საკათედრო ტაძარში იყო დაფენილი მთავარ საკურთხეველზე. ახლა გავალთ, გავისეირნებთ ამ ულამაზეს ქუჩებში და რა თქმა უნდა დავათვალიერებთ ხელნაკეთ ნივთებსაც. მაქმანის ხელოვნება მე-15 საუკუნიდან დაიწყო და მას შემდეგ ლევკარას განუყოფელ ტრადიციად იქცა. ის განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და თავისი სახელი აქვს ლევკარიტიკა. ვერცხლზე მუშაობა ბევრად გვიან დაიწყეს 1960-იან წლებში. დახვეწილი და გამორჩეული ნამუშევრებით მალევე გაითქვეს სახელი. ლევკარას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა წმინდა ჯვრის ტაძარი, რომლის წინაც ახლა მე ვიმყოფები. გარდა იმისა, რომ იშლება მშვენიერი ხედი ხეობაზე, ქალაქზე, აქ არის ძალიან საინტერესო, რომ ეს არის გარკვეულად შერეული არქიტექტურა, რაც გულისხმობს, რომ აქ ხდება ტრადიციული ბერძნული მართლმადიდებლური არქიტექტურა და ასევე სვეტები და გარშემო ელემენტები, რომლებიც არის უკვე კათოლიკური, ანუ დასავლეთ ევროპული. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ტაძარი რამოდენიმეჯერ მე-14-დან მე-18 საუკუნემდე იმ პერიოდში, როდესაც ის იყო ვენეციის სახელმწიფოს შემადგენლობაში, რამოდენიმეჯერ გადაკეთდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან საინტერესო ელემენტები, როგორც კათოლიკური, ასევე მართლმადიდებლური. ზოგადად ლევკარა არის ძალიან საინტერესო ქალაქი, რადგან ხდება როგორც მეჩეთი, ასევე ეკლესიები, რადგან აქ საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ როგორც ბერძნები, ასევე თურქები. ნახეთ, სად მივდივართ? ბირების ფერმაში. აბღუილდა. ძალიან მაგარი ადგილია. ეხლა მომ გადავწყვიტოთ ჯეირანით ვინ იმუშავებს და ვინ დაისვენებს. რადგან ორივე ვარ ძალიან დაღლილები, ორივეს გვინდა მართლა დასვენება. და გადავწყვიტოთ ეხლა რომელი ჩვენგანი იმუშავებს ფერმაში. შენი სადაც დასვენებული ხარ, შენი ტრავმიდან გამომდინარე, ხა დღეს ჩემი ჯერია დასვენების. გავით, ნახოთ. წავიდა. დასვენება მინდა ძალიან. ჯეირანი. არასწორს. წავედი მე დავისვენე. ფეხს მოვასვენებ, შენ გიდა მოწველე ვირი.
შენ რა უნდა აკეთო? ისე. რამე გააკეთე ხა მთლად ესე ნუ წამოწვევი. რამეს მოვიფიქრე? მე წამოწვევი ჭtildeში რომ თანადეს კაცი თიმავს. აქ. მოვედი ჩემს სამუშაო ადგილას. იმედია მიმიღებენ. აუ რო არ მიმიღონ რა კარგი იქნება. სანამ ირა ვირებს წველის ახლა მე როგორც დასვენება მე ერთი ვარიანტი მაქვს დაბრუნე სასტუმროში მაგრამ რაღაცნაირად მეზარება მოკლედ ეხლა ვნახე და გარშემო არის ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი ფერმები არის როგორც ზეთისხილის ფერმები ასევე არის ღვინის მარდები ეხლა ზეთისხილი რომელიც ამათვის ტრადიციულია ძალიან საინტერესოა მაგრამ ჯობია რომ ალბათ დასვენებისთვის ლოგიკურია რომ წავიდე და აქაური ღვინო მოვწრუპო. იმედია კარგი იქნება და თან სანამ ის ღვინოს მოიპოვებს ვირისას, მე ჩვენიან ღვინოს მივირთვებ. წავედით. სანამ მუშაობას დაიწყებ, მანამდე უნდა გაერკვე რა ხდება ჩვენს ფერმაშიო. ამიტომ ამ საოცარმა გოგო მელინამ დეტალურად ამიხსნა თუ რას და როგორ აკეთებენ ვირის რძისგან. And this is the first product we have. Well, it's the milk, the pure milk, just pasteurized. And then the second thing we have is our powder. We've got a specialized machine. I can show you here. So this is our milk. I can show you the label. It's just pasteurized, nothing else involved. And then we also take the milk, put it in our deep freezer. It's minus 70 degrees. It becomes solid like ice. And then we use this specialized machine. It's called freeze dryer. So what we do is just removing the moisture from the milk and we keep everything else in the powder. We don't want to affect the proteins and all the stuff in the milk. So we can get all the benefits from the milk. And this is the powder we use for our products as you will see in the shop. It's our mask, our creams and all the products that we have. We use this powder. And we are the only licensed place in Cyprus, the only licensed farm to produce the milk. You can also see our certification here from the veterinary services of Cyprus. We are the only place. მოგერ გავწყვეტე მეღვინეობაში მოსვლა. ძალიან წააგავს რაღაცნაირად მესხეთი გამახსენდა, რადგან ტერასებზეა გაშენებული მთლიანად ვაზი. My name is Alex. My name is Nikki. Nice to meet you. Nice to meet you. Okay, so we just spontaneously decided to come here and try and taste the Cyprus wines. Perfect. And just can you tell us a little bit about your winery? Our winery has been born in 2007. We are almost 18 years old now. We're having also Cypriot grape varieties, but also some foreign grape varieties from Greece, from Argentina, from France. გავსინჯე ჩვენი პირველი ღვინო, ეს არის სინისტე, რომელიც არის ადგილობრივი ავტოქტონური ჯიშის. საკმაოდ საინტერესო გემოა, რა თქმა უნდა, გასაგები ტექნოლოგია არის კლასიკური, ევროპული, მაგრამ გემოებიც საკმაოდ დიდია. აბა, სანამ მე აქ ღვინოს სვამ, ის იქ რძეს, ვირის რძეს სვამს. პირველად უნდა გავსინჯო ვირის რძე, ძალიან მაინტერესებს. Okay. ჯერ სუნით ვერ გუზნებ ვერაფერს. ძალიან რაღაცნაირი სუნი აქვს, აი ოდნავ შესამჩნევი. ძალიან გემრიელია. ტკბილია და I think I like it. აუ, ძალიან კარგია. არ გინდა შენ გასინჯო? Thank you so much. Welcome. So, donkey milk accepts the vitamins and the minerals that help for the immunity system.
They have also very good vitamins for the skin. Cleopatra, she used donkey milk for cosmetological reasons. Put a milk in the bath and she was taking bath by milk. But anyway, today we know that there is a very special vitamins to make the skin always young. Anti-aging cream. So we product creams for face, for lips, for hair. Except the creams, we make a nice soaps. Also with the donkey milk. You can smell it because we put some... Very nice. Yes. Thank you so much. Thank you too. Welcome. Thank you. Barakalo. მინდა გითხრათ, რომ ამიყვანეს სამუშაოდ, მომცეს ვირების საჭმელიც და წადიაღლაო და იმუშავეო. ხომ გინდა დამუშაობაო და წადიო. ხო და მივდივარ. Sorry, may I have your name? Kirti. Nice to meet you, Irene. You. Hopefully it will not be a very hard work. Oh. Koni damerxa? პირველი საქმე, რაც უნდა გავაკეთო, არის ვირის მოწველა. საქმე იმაშია, რომ პატარა მოახლახანს დალია ორძეო და შეიძლება ბევრი აღარ ჰქონდესო. შევხედოთ. How do I come inside? From here? It was better here. Okay. No problem. გამარჯობა. შენ ვინა ხარ? შენ და მოგწველო? რამდენი წემოდი შეხედე? ესე იგი შემდეგი რაც უნდა გავაკეთო, უნდა მოვასუფთავო ესენი, გავწმინდო, დავვარცხნო. ძალიან მტვრიანები არიანო. ჩანს ალბათ მტვერი როგორ ასდის. ალექსა მანქანაში აღარ ჩამაძენს სავარაუდოდ. Okay. ეს არის ჩლიქების საწმენდი. ესე იგი, ესე უნდა ავუწიო. ფეხი, აწიე ფეხი. და ესე უნდა გავუწმინდოთ. რომ ეს ნაგვები და რაღაცები ამოვიდეს. მე მგონი ვივარგებ ფერმაში სამუშაოდ. ნახე? კაია. Okay, now we are friends. იანუზი ადგილობრივი ავტოქტონური ჯიში, რაც ბლენდია, ნახევარს აყენებენ ფრანგულ მუხაში, მეორე ნახევარს ამერიკულ მუხაში, შემდეგ ურევენ ერთმანეთს და აი დგას ქვის ცისტერნა, რომელიც აძლევს მინერალიზაციას. საკმაოდ საინტერესოა. აბა, გაგვიმარჯოს. გისურვებთ ბედნიერებას და გახარებას ყველას. და ბევრ ძეს კაი სვარ. მოვკლავს ამ ვიდეოს რომ ახსოვს მე. უფროსი გავიდა ცოტა ხანი და მისვენებ. მართლა ძალიან დამონელი ყოფილა. ახლა არ ვიცი, კიდე რით დამასაქმებენ. ნეტავ ალექსა რას აკეთებს ახლა? სასტუმროში არ ამგონია რომ წასულიყო. წავედი. მე ძახიან. ნეტა რა მომიმზადეს. აი სულ ხო ვიგებ. სულ. რა დღეს წავაგე მაინც და მაინც.
Right, we use Cuba. Okay. თუ დამიტოვე საქმე, თუ მოეწონათ ჩემი მუშაობა, მე გენახე შენ. This side also? იმედი მქონდა რომ იტყო და არა, აღარ გინდაო, მაგრამ არა. ეგარი. რამდენი მიმუშავე. რამე მაჭამა. თუ არ და წამოვწვევი აქ დაველოდები. როდის მომაკითხავენ. ძალიან გამიმართლა დღეს ჯეირანში, იმიტომ რომ თუ ვიღაცები მუშაობენ ვირის ფერმაში. მივირთენ ძალიან მშვენიერ, ძალიან მაგარ კვიპროსულ ღვინოებს. და ყველას გირჩევთ, მოხვიდეთ, გასინჯოთ აქაც და სხვაგანაც ნამდვილად ღირს. ველოდები როდის გამომივლიან მანქანით. საჩუქრები მივიღე, ბევრი რამ, იმათ არ გავუყოფ. რაც ვიმუშავე, გამოვიმუშავე, ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ ვარ, წამიყვანეთ! და აბა როგორი იყო? არა უშოთ. რასული გაქვს რა არის? ხმა არ გავიგო შენი ალექსი. შენ ხო დაისვენე კარგად ხო და ხო მიმიყვანე სასტუმრომდე. მიყვანო რა შენ უნდა წამიყვანო. წავიდეთ სასტუმრომდე და კომენტარები აღარ გავიგო ჩემს სუნზე. კაი ხო კი. მართლა ცუდი სუნი მაქვს. ვაფშე არ გაქვს სუნი. გადაცემა ჯეირანი აგრძელებს მოგზაურობას კვიპროსზე. წინ გველოდება კვიპროსის ორ ნაწილად გაყოფილი დედაქალაქი ნიქოზია, ლიმასოლის უძველესი ამფითეატრი, ულამაზესი სანაპიროები და ვირების ფერმა.